მასკის დაპირისპირება პირველად მოხდა ტრამპთან, ოღონდ ასე ვთქვათ, ირიბად, ხო? ეს პირდაპირი, ასე ვთქვათ, შეხლა-შემოხლა არ ყოფილა. ტრამპი მასკი დაუპირისპირდა ნავაროს და მას უწოდა აგური. აგურის ინტელექტი აქვსო და მე მეორე ტვიტი დაწერა, რომ ბოდიში ოღონდ ნავაროსთან კი არა, აგურთანო. იმიტომ რომ აგურსო უფრო მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ნავაროსო. მოკლედ, ვინ არის ეს ნავარო და ნავარო მერე ფოქსთან ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპმა თავისი მანქანების გაყიდვასო მიხედოსო და საერთოდ მასკმა თავის მანქანების გაყიდვას მიხედოსო, საერთოდ მანქანების ამწყობიაო ეგო და სხვა ჩემ სფეროში ნუერავ, იმიტომ რომ მისი ეს აქვს მონოპოლიზებული მასა ეს სფერო. ეხლა საიდან გაჩნდა ნავარო ტრამპის ცხოვრებაში? ტრამპის ცხოვრებაში ნავარო გაჩნდა აბსოლუტურად შემთხვევით, როცა ის ეძებდა ეკონომიკურ მრჩეველს და ამაზონზე იპოვა ჯარედ კუშნერმა კი იპოვა ამაზონზე უბრალოდ წიგნის სათაურების რჩევით და ნახა სიკვდილი მომავალი ჩინეთიდან თუ არ მეშლება ესე ერქვა. უბრალოდ სიკვდილი და ჩინეთი იყო და იფიქრა რომ ეს ტრამპს მოეწოდება. იმიტომ რომ ტრამპის გაცხადებული პოლიტიკა ყველამ იცოდა, აქედან აღმოჩნდა უბრალოდ ეს ადამიანი ხშირად ციტირებს ეგრეთ წოდებულ ეკონომისტს რონ ვარას, რომელიც რეალურად არ არსებობს და ანაგრამა არის მისი გვარის. რაც შეეხება მასკსა და თაღლითი ჩვეულები, იმიტომ რომ როცა წიგნში ციტირებ ეხლა მე მის წიგნები არ წამიკითხავს, არ ვიცი რა წერია შიგნით, მაგრამ ადამიანი რომელიც იმოწმებს არარსებულ ადამიანს, მასზე კარგად არ მეტყველებს, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება მასკთან დაპირისპირებას, სხვათა შორის ეს მასკს არ დაუწყია, დაიწყო ნავარომ, მასკმა უბრალოდ ძალიან ამ შემთხვევაში ძალიან სწორი რაღაცა თქვა რომ მე ვთვლი რომ ევროპასა და ამერიკას შორის უნდა იყოს თავისუფალი მიმოსვლა, უნდა იყოს ნულოვანი ტარიფები, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. ყველაზე სწორი, რაც შეიძლება გააკეთო, ეს არის მაქსიმალურად მოხსნა სავაჭრო ბარიერები ქვეყნებს შორის, რაც იწვევს როგორც პროდუქციის გაიაფებას, ასევე იწვევს ეკონომიკის დაბუსტვას, მოკლედ მეტი დოვლათი რჩება ადამიანებში. იმიტომ რომ ნებისმიერი ტარიფი, დაწესებული ტარიფი არის გადასახადი. გადასახადი შენი ქვეყნის მოსახლეობაზე და არა იმ ქვეყანაზე, რომელსაც შენთან საქონელი შემოაქვს. ეს ამ გადასახადს იხდის ყველა საკუთარი ჯიბიდან, როგორც მაგალითად DGG-ს გადასახადს ვიხდით ჩვენ 18%, ხო? მაგალითად შეუკვეთე ნივთი, რომელიც 300 ლარზე მეტია, ჩამოგა ქვეყანაში იხდი 18%. იგივენაირად მუშაობს სატარიფო სისტემა, რა თქმა უნდა, შინაარსით სხვადასხვა რაღაცაა, მაგრამ პრინციპი არის ერთი და იგივე, ამას იხდი შენ და არა ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენთან საქონელი შემოაქვს.